რით არის მნიშვნელოვანი NDI-ის გამოკითხვები ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის? ფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის მოქალაქეთა შეხედულებების შესახებ მიუკერძოებელ ინფორმაციას იძლევა. პოლიტიკური დისკუსიები საქართველოში ხშირად ემოციებით არის დატვირთული. რაც ცუდი არ არის, მაგრამ ხანდახან ის პოლარიზებას და პოლემიკას იწვევს. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს ფაქტებზე დაყრდნობილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა აწუხებს მოსახლეობას. შედეგებიდან გამომდინარე პოლიტიკოსებს ეძლევათ შესაძლებლობა მომავალი ნაბიჯები განსაზღვრონ. რა იყო თქვენთვის საყურადღებო ბოლო გამოკითხვის შედეგებში? კარგი შედეგებიც ჰქონდა და იყო ისეთი თემებიც, რომლებიც ყურადღებას ითხოვს. მთავრობისთვის კარგია ის, რომ ქართული ოცნების კოალიცია ერთმნიშვნელოვნად რჩება დომინანტურ პოლიტიკურ ძალად და მას საქართველოს მოსახლეობის 42% ენდობა. მათ ნამდვილად აქვთ ქვეყნის წინამძღოლობის მანდატი და ეს დიდ სტიმულს უნდა აძლევდეთ. დემოკრატიის მხრივ, კარგია ის, რომ გამოკითხულთა თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ ქვეყანა დემოკრატიულია. 3/4 ფიქრობს, რომ ადგილობრივი არჩევნები ძალიან კარგად დემოკრატიულად ჩატარდა. 82% თვლის, რომ ძლიერი ოპოზიცია აუცილებელია, რაც ნიშნავს, რომ ხალხი პოლიტიკური პლურალიზმის ერთგულია. ეს ყოველივე დემოკრატიისთვის კარგი ნიშნებია. მეორეს მხრივ, რაც უფრო ვცილდებით 2012 წლის არჩევნებს, აშკარაა, რომ მოსახლეობა თანდათან უფრო კრიტიკული ხდება. მაგალითად, მთავარი საკითხები, რომლებიც ახლა საქართველოში აწუხებთ, არის სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ტერიტორიული მთლიანობა. როცა მათ უსვამ შეკითხვას, საუბრობენ თუ არა პოლიტიკოსები საკმარისად ამ თემებზე, დიდი უმრავლესობა პასუხობს, რომ არა. აქ საყურადღებოა ის, რომ ერთგვარი დისონანსია იმასთან დაკავშირებით, თუ რა აწუხებს ხალხს და რა საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას, ან რა გადაწყვეტილებებს იღებენ პოლიტიკოსები. აპრილის შემდეგ ქართული ოცნების ლიდერთა უმრავლესობის რეიტინგი 7-დან 10%-მდე დაეცა. რით შეიძლება ამის ახსნა? ძალიან რთულია ზუსტად იმის თქმა, თუ რატომ ხდება ასე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს დაკავშირებულია იმ ზოგად ტენდენციასთან, რომელიც უკვე ვახსენე, რაც უფრო ვცილდებით 2012 წლის არჩევნებს ხალხი უფრო და უფრო კრიტიკული ხდება. სრულდება თაფლობისთვის და ხალხი რეალური შედეგების დანახვას იწყებს. რატომ გამოხატავს მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრი გამოკითხვის მიმართ უნდობლობას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის მეთოდოლოგიას და გამჭვირვალობას? ჩვენ ვიცავთ იმ მეთოდოლოგიას, რომელსაც ვიყენებთ. ყოველთვის გამჭვირვალე ვიყავით და ნებისმიერ კითხვაზე საპასუხოდ მზად ვართ. იმის მიუხედავად, ვინ რა განაცხადა, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მმართველი კოალიცია და მთავრობა დიდი ენთუზიაზმით იღებენ გამოკითხვის შედეგებს. ვფიქრობ, ისინი საკმაოდ კომპეტენტურად თვლიან NDI-ის ინფორმაციას და იყენებენ მას, რაც დიდ სიამოვნებას ვანიჭებს. ქართველებს აინტერესებთ თუ რატომ დატოვა პოსტი ლუის ნავარომ. NDI-ის რეგიონული ოფისები 60-ზე მეტ ქვეყანაში აქვს. დირექტორის არც ერთი პოზიცია მუდმივი არ არის. საქართველოში ძალიან გაგვიმართლა და არაჩვეულებრივი თანამშრომლები ყავს. ლუის ნავარომ იქ 5 წელი იმსახურა. უფრო მეტი ვიდრე ნებისმიერმა მისმა წინამორბედმა. ის ამერიკის პოლიტიკას უბრუნდება, იმას რითაც დაიწყო და სადაც ძალიან გვჭირდება. ის დააკლდება საქართველოს, მაგრამ ამერიკა მოხარულია, რომ ის ბრუნდება. რამდენად დააზარალა NDI-ის რეპუტაცია 2012 წლის წინა საარჩევნო გამოკითხვით გამოწვეულმა კრიტიკამ და თვლით თუ არა საჭირო ცვლილებების გატარებას თუნდაც მეთოდოლოგიაში? ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს პარტნიორებთან საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების მთავრობის თუ პოლიტიკურ ლიდერებთან. ჩვენი კავშირი მტკიცია და ვიმედოვნებთ, რომ გაგრძელდება მომავალშიც. როგორც უკვე აღვნიშნე, მეთოდოლოგიის დაცვასაც გავაგრძელებთ. რაც შეეხება 2012 წელს, მაშინ ძალიან საინტერესო რამ მოხდა. ჩვენ საპარლამენტო არჩევნების წინ ჩავატარეთ გამოკითხვა, რომელშიც ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო შედეგი იყო ის, რომ ამორჩეულთა ყველაზე დიდ ბლოკს გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ ჰქონდა. ზოგმა ჯერ არ იცოდა ის, თუ ვის მისცემდა ხმას, ან პასუხის გაცემაზე უარს ამბობდა. დანარჩენებში ლიდერობას ნაციონალური მოძრაობა ინარჩუნებდა. შემდეგ მოდიოდა ქართული ოცნება. შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა მოხდა, რაც ციხეებში ძალადობის სკანდალს უკავშირდებოდა. სულ მალე არჩევნები ჩატარდა. ვფიქრობ, ამ სკანდალმა ამორჩეულზე დიდი გავლენა მოახდინა, განსაკუთრებით მათზე, ვისაც გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ ჰქონდა და მათ ხმა ქართულ ოცნებას მისცეს. მხედველობაში სხვა ფაქტორები არ მიგიღიათ, მაგალითად ის, რომ შესაძლოა რესპონდენტები სიფრთხილის შიშის ან რაიმე სხვა მიზეზით გულწრფელი არ იყვნენ. ჩვენი გამოკითხვის შედეგებს არ უჩვენებია, რომ ხალხს ეშინოდა იმის ხმამაღლა თქმა, რასაც ფიქრობდა. როგორც ვთქვი, იმ დიდ ბლოკში, რომელსაც გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა, იყვნენ ადამიანები, რომელთაც პასუხზე თავის არიდება არჩიეს. სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც მეტი ინფორმაცია მიიღეს, მათ გადაწყვიტეს თუ ვისთვის მიეცათ ხმა. შესაძლოა, ამაში მათ ციხის სკანდალიც დაეხმარა.
რა გეგმები გაქვთ მომავლისთვის? ხომ არ ფიქრობთ თემატიკის გაფართოებას, მაგალითად გენდერული საკითხების ან გეების უფლებების შესახებ კითხვების ჩართვას? ძალიან აღფრთოვანებულები ვართ იმ პროგრამით, რომელიც პარლამენტთან, ადგილობრივ მმართველებთან, ქალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად იგეგმება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მათ გამდიდრებას ემსახურება. არის კითხვები, რომლებიც მუდმივად ისმევა, მაგრამ ვცდილობთ ისეთი კითხვებით დავსვათ, რომლებიც მიმდინარე მოვლენებთანაა დაკავშირებული. მუდმივად თვალს ვადევნებთ ახალ პრობლემებს, რომლებიც საქართველოს პოლიტიკაში იჩენს თავს. ამიტომ ბოლო დროს ჩავთეთ კითხვები ქალებზე, უმცირესობების უფლებებზე. კვლევას კვარტალში ერთხელ ვატარებთ და ვცდილობთ მოვლენებს ფეხი ავუწყოთ.